ისევ უნდა მიუბრუნდეთ ბზიურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ნიკა მოლოდინაშვილი იმყოფება, როგორც უკვე გითხარით, ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების სამძებრო სამუშაოები იქ ისევ გრძელდება. ნიკა, რა ინფორმაციის მოწოდება შეგიძლია ამ დროისთვის? რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები? სამძებრო სამუშაოები, რა თქმა უნდა, ისევ გრძელდება, როგორც ცნობილია და იცით, მობილიზებული არის როგორც სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, ასევე ყველა დანაყოფი, შინაგან საქმეთა სამინისტროსი, შემოღობილი არის მიმდებარე პერიმეტრი, მთლიანად ზოოპარკის ირგვლივ, როგორც ვარაზის ხევის გავით, ასევე ჭავჭავაძის გამზირი, გმირთა მოედანი, იმისთვის რომ ცხოველების გააღწევა არ მოხდეს იქ, სადაც დასახლებული პუნქტები არის. ჩვენთან ერთად აქ იმყოფება სამაშველო სამსახურის უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროსი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის ზოგადად არსებული მდგომარეობის შესახებ. ბატონ ზვიად, რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ქალაქში ყველაზე რთული მონაკვეთები სად არის და რაც შეეხება ცხოველების საკითხს, რო გითხრათ, როგორ ხდება? მოგახსენებთ, დღეს უხმანალექმა გამოიწვია თბილისის თითქმის მთლიან ტერიტორიაზე და განსაკუთრებულად ვერეს ხეობაში ვერეს მდინარის ადიდებამ გამოიწვია მისი გადმოსვლა კალაპოტიდან. მდინარე გადმოედინებოდა სავალ ნაწილზე, რომელიც სავალი ნაწილიც გმირთა მოედნიდან უერთდება ვაკე-საბურთალოს გზას. წყლის უხმანალექმა გამოიწვია ავტომობილების გატაცება წყლის დინების მიზეზით, ასევე ზოოპარკის ტერიტორიაზე ცხოველები აღმოჩნდნენ გალიის გარეთ. არის სიტუაცია, როცა ცხოველები წყლის ადიდების გამო იყვნენ დახრჩობილი, არიან ცხოველები, რომლებიც გალიები დატოვეს და მათი გაუნებელყოფა მოხდა. აქედან ბეგემოტიც იყო გმირთა მოედანზე. როგორც ბეგემოტი, ასევე რამოდენიმე ცხოველი მოხდა მათი დაძინება და გადაყვანილი იქნენ უსაფრთხო ადგილას. მე მინდა მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანობაში მობილიზებულია, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, ასევე საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტი და მთლიანად ყველა დანაყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროსი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, სხვა თანამშრომლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად შეძლეს უამრავი ხალხის გადარჩენა. სამწუხაროდ ბეთანიაში, ბეთანიიდან წყნეთისკენ მომავალ გზაზე მეწყერის ჩამოწოლის გამო დადასტურებულია უკვე ერთი პიროვნების გარდაცვალება. გრძელდება საძიებო სამაშველო სამუშაოები და ხვალდილისთვის პრესსამსახური კიდევ დამატებით გაცნობებთ ინფორმაციას. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზოოპარკის თანამშრომლებიც იყვნენ ჩარჩენილი ტერიტორიაზე, რა მოხდა ამასთან დაკავშირებით? მათი გამოყვანა შეძლეს მაშველებმა და მათთან ერთად უამრავი თბილისის მოქალაქე და ასევე საზღვარგარეთის მოქალაქეებზე იყო გაწეული დახმარება. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მთლიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ნამდვილი გმირობა გამოიჩინა დღევანდელი სტიქიის დროს და უამრავი ხალხის გადარჩენა შეძლეს, მაგრამ არ გამოურიცხავს ქვეყნის რაოდენობა კიდევ იყოს. რაც შეეხება ზოგადად რჩევას მოქალაქეების, ან როდემდე გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, რა ღონისძიებას უნდა მიმართონ იმ შემთხვევაში, თუ ნახავენ ცხოველს და არ ეკონ სადმე ასთორ. რასაკვირველია, აუცილებლად უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ქალაქის ტერიტორიაზე სადმე შემჩნეული იქნება ზოოპარკიდან გამოსული ცხოველი, უნდა დაირეკოს მაშინვე 112-ში და შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა ზომას მათ გასაუნებელყოფად. ამ წუთისთვის პერიმეტრი არის მთლიანად კონტროლირებადი, განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტი აკონტროლებს სიტუაციას და ამ წუთებშიც მიმდინარეობს ღონისძიება, როგორც მაშველები, ასევე სპეცდანიშნულების რაზმები შესულები არიან ტერიტორიაზე, ზოოპარკის ტერიტორიაზე, სადაც ძალიან დიდია დატბორვა და მიდის ტერიტორიის ამ წუთებში დათვალიერება. რაც შეეხება იმ ვერეს ტერიტორიაზე, რამდენიმე საცხოვრებელ სახლში იყო ჩარჩენილი ადამიანები, მათი გამოყვანას თუ მოხდებოდა? ამ წუთებისთვის უკვე დინებამ იკლო და ყველგან არიან შესულები მაშველები და სიტუაცია ამ წუთისთვის ყველგან კონტროლირებადია. დიდი მადლობა. მე გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ ასევე ჩვენ ვესაუბრეთ ზოოპარკის დირექტორს, რომელიც ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს და როგორც დირექტორმა გითხრა, მაგალითად მაიმუნების ვოლიერი სადაც არის, წყლის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ ის აჭარბებდა ამ ვოლიერების სიმაღლეს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ზოოპარკის დირექტორის კომენტარიც. არ ვიცი, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, არ ვიცი, მეჭვი მაქვს, რომ იქ რომლებიც იყვნენ ქვედა იმაში მაიმუნები ალბათ ვერც ერთი ვერ გადარჩებოდნენ, იმიტომ რომ თვითონ ამ შენობის, თვითონ მათი ვოლიერის ზევით დაახლოებით 1 მეტრზე კიდე წყალი იყო. ასე რომ იქ მთლიანად დაფარული იყო და მე და ჩემი მეუღლე ვიდექით სახურავის ბორდიურზე კიდე იქამდე იყო და წყალი იყო დაახლოებით დარჩენილი 20 სანტიმეტრი ჩვენამდე. ასე რომ არ ვიცი.
დიახ, როგორც უკვე გითხარით, ადგილზე რჩებიან ყველა შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და მას შემდეგ რაც უკვე ცხოველების მოთავსება მოხდება, ან უკან დაბრუნება ვოლიერებში, ამის შემდეგ უკვე მერიის შესაბამისი სამსახურები გმირთა მოედანზე როგორც კადრში ხედავთ არსებულ მდგომარეობას, მთელი ტერიტორია არის შლამით და მდინარის მიერ ჩამოტანილი, ლამით დაფარული და სწორედ ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ მოხდება უკვე შესაბამისი სამსახურების მიერ ტერიტორიის დასუფთავება თამთა. მადლობთ ნიკა, ის იყო ნიკა მოლოდინაშვილი, რომელიც ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამძებრო სამუშაოებს ადევნებს თვალს. მე ახლა შევეცდები, რომ მოკლედ შევაჯამო ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენმა კორესპონდენტებმა და რესპონდენტებმა მოგვაწოდეს თბილისის იმ ორი წერტილიდან, სადაც სტიქიამ ყველაზე მეტი პრობლემა შექმნა და ყველაზე მძიმე კვალი დატოვა. ესენია ვერეს ხეობა, სვანიძის ქუჩა და ასევე გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია. დავიწყებ ვერეს ხეობით, ბოლო ინფორმაციით, ვერეს ხეობაში მდებარე საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილიდან უკვე გამოყვანილი არიან ბინადრები, უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები, თუმცა თავდაპირველად ადგილზე მცხოვრები ოჯახები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას, როგორც სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენს ეთერში განაცხადა, მდინარე ვერე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიედინებოდა რამდენიმე წუთის განმავლობაში გზის სავალ ნაწილზე. წყალმა წაიღო რამდენიმე ავტომობილიც. ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია თუ რამდენი ოჯახი არის ჯერ ისევ სტიქიის ზონიდან გამოსაყვანი, მაშველები უკვე შესულები არიან სტიქიის ზონაში მდებარე საცხოვრებელ სახლებში და ადგილზე მუშაობენ. გარდა ამისა გავრცელდა ინფორმაცია ასევე იმის შესახებ, რომ ორი ადამიანი სამწუხაროდ წაიღო წყლის დინებამ და მათთან დაკავშირება ბოლო წუთამდე ვერ ხერხდება. ესენი არიან ერთი მოქალაქე და ერთი საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი. რაც შეეხება გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიასა და ესტაკადას, რამდენიმე საათის განმავლობაში მთლიან წყლით იყო დაფარული ასევე ესტაკადა, გადაკეტილი იყო, შეზღუდული იყო ბუნებრივია საავტომობილო მოძრაობა. იქ ამ დრომდე რჩებიან საპოლიციო დანაყოფები და ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები და სამაშველო ბრიგადები. პრობლემები შეიქმნა მით უმეტეს გამომდინარე იქიდან, რომ ზოოპარკის ვოლიერებიდან გაიქცნენ ცხოველები, რადგან წყლის მდინარე ვერეს ადიდების შედეგად ვოლიერებიც მთლიანად წყლით დაიფარა. ბოლო ინფორმაციით რამდენიმე ცხოველი დააძინეს და გადაიყვანეს უკვე ზოოპარკის ტერიტორიაზე, თუმცა რამდენიმე ცხოველი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამწუხაროდ დადასტურდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ. წყნეთიდან წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი, დაღუპული არის ერთი მოქალაქე, აგრეთვე არის რამდენიმე დაშავებული, რომლებსაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული და ისინი უკვე არიან ჰოსპიტალიზირებულები. ჩვენ შევეცდებით, რომ მეწყერის შესახებ და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, მოგაწოდოთ უახლოეს წუთებში უფრო დეტალური ინფორმაცია.